ესტერის მიღების ერთ-ერთი გზა არის ფიშერის ესტერიფიკაცია, რომლისთვისაც გვჭირდება კარბონმჟავა და სპირტი. ვამატებთ მჟავას და ვიღებთ ესტერს და წყალს. ეს რეაქცია კონტროლდება წონასწორობის მიხედვით და შეგვიძლია ან პროდუქტის რაოდენობა შევამციროთ ხსნარში, ან რეაგენტის რაოდენობა გავაზარდოთ ხსნარში, რომ უფრო მეტი პროდუქტი მივიღოთ. ესტერში ჩვენი O, რომელიც არის დაკავშირებული ამ R ჯგუფთან, მოდის სპირტისგან და არა კარბოქსილის ჯგუფისგან, რასაც ვნახავთ ახლა ჩვენს მექანიზმში. გვაქვს ასეთი პროტონირებული სპირტი, რომელიც წყალბადს გადასცემს ჩვენს კარბონილის ჟანგბადს და წარმოგვექნება ასეთი გარდამავალი სტრუქტურა. გვაქვს ჟანგბადი, ერთი თავისუფალი ელექტრონების წყვილით, ერთი ბმით წყალბადთან და დადებითი ფორმალური მუხტით. ასევე გვაქვს OH დაკავშირებული ნახშირბადთან და ვიცით რომ ეს ნახშირბადი არის ელექტროფილური, რადგან მას აქვს ნაწილობრივ დადებითი მუხტი ამ ჟანგბადის გამო. ვიცით რომ სპირტები ზოგადად კარგი ნუკლეოფილები არიან, ამიტომ მოვა ერთ-ერთი სპირტის მოლეკულა და ნუკლეოფილური შეტევით ელექტრონებს გადასცემს ამ ნახშირბადს. ამით ზედმეტად ბევრი ბმა ექნება ჩვენს ნახშირბადს, ამიტომ გაწყდება ორმაგიმის ერთ-ერთი ბმა და გადავა ჟანგბადზე. შედეგად კი ვიღებთ ასეთ სტრუქტურას, გვაქვს ერი დაკავშირებული ჩვენს ნახშირბადთან, რომელიც დაკავშირებულია OH-თან, ჟანგბადს უკვე აღარ აქვს დადებითი ფორმალური მუხტი, ასევე გვაქვს მეორე OH ჯგუფი და ასევე კიდევ გვექნება პროტონირებული სპირტი მასთან დაკავშირებული, ანუ გვექნება O დაკავშირებული H-თან და დაკავშირებული R-თან. ამ O-ს ასევე ექნება ერთი თავისუფალი ელექტრონების წყვილი და დადებითი ფორმალური მუხტი. ვიცით რომ სპირტი ასევე ფუძის როლსაც ასრულებს, მას აქვს თავისუფალი ელექტრონების წყვილი, რომლის გადაცემა შეუძლიათ ამ წყალბადისთვის, წყალბადის მის ელექტრონები კი გადავა ჟანგბადზე და დავიკარგავთ ჩვენს დადებით ფორმალურ მუხტს. გვექნება ერი დაკავშირებული C-სთან, დაკავშირებული OH-თან, მეორე OH-თან და ასევე დაკავშირებული OR-თან. გვაქვს ორი OH ჯგუფი და OR ჯგუფი. ვიცით რომ OH-ის გარდაქმნა შეგვიძლია H2O, რომელსაც დადებითი მუხტი ექნება და რომელიც არის კარგი წამსველი ჯგუფი. ამისთვის კი გამოვიყენებთ ჩვენს პროტონირებულ სპირტს, რომელიც თავიდან გამოვიყენეთ ჩვენი კარბოქსილის ჯგუფის პროტონირებისთვის. ავიღებთ მას და წყალბადს გადავცემთ ამ ჟანგბადს. შედეგად მივიღებთ ასეთ სტრუქტურას, სადაც გვაქვს ერი დაკავშირებული C-სთან, დაკავშირებული ერთ OH-თან, ერთ OH2-თან, რომელსაც აქვს დადებითი ფორმალური მუხტი და ასევე დაკავშირებული OR-თან. როგორც უკვე ვახსენე, კარგი წამსველი ჯგუფი არის წყალი, შესაბამისად იგი ელექტრონებს მოიტაცებს ამ ნახშირბადისგან, ხოლო ამ ნახშირბადზე დადებითი მუხტის დასასტაბილურებლად კი ჩვენი ჟანგბადი გადასცემს ბმას და აღადგენს ორმაგ ბმას, ანუ კარბონილს. შედეგად კი ვიღებთ ასეთნაირს, გვაქვს ერი დაკავშირებული C-სთან, რომელიც დაკავშირებულია O-სთან ორმაგი ბმით, რომელიც დაკავშირებულია წყალბადთან, მას აქვს დადებითი ფორმალური მუხტი და ასევე გვაქვს OR. დარჩა საბოლოო ეტაპი, გამოვიყენებთ ისევ სპირტს, იგი ფუძის როლს შეასრულებს, გვექნება HO, ერი, რომელიც თავისუფალი ელექტრონების წყვილს გამოიყენებს, წყალბადს წაართმევს ჩვენს მოლეკულას, ელექტრონები გადავა ჟანგბადზე და ვიღებთ საბოლოო პროდუქტს, სადაც გვაქვს ერი დაკავშირებული კარბონილის ჯგუფთან და დაკავშირებული OR-თან. როგორც ხედავთ, ამ რეაქციით ასევე წყალი მივიღეთ, დატოვა ამ რეაქციაში წყალმა მოლეკულა და ვხედავთ, რომ წყალი არის მიღებული იმ OH-ით, რომელიც ეკუთვნოდა ამ კარბოქსილის ჯგუფს. ანუ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი O, რომელიც არის ესტერში, მომდინარეობს სპირტიდან. მოდი ახლა განვიხილოთ მაგალითები. პირველ რიგში განვიხილოთ ეს მაგალითი. გვაქვს ჩვეულებრივი მონაცემები, მოცემულობა უბრალოდ, რომელიც გვჭირდება ფიშერის ექსტერიფიკაციისთვის. ანუ გვაქვს კარბონმჟავა, გვაქვს სპირტი, რომლის CHO-ს გამოვიყენებთ და შევუერთებთ ჩვენს კარბოქსილის ჯგუფს და ასევე გვაქვს მჟავა, რომელიც კატალიზატორია ამ რეაქციის.
ვიცით რომ ფიშერის ესტერიფიკაციის დროს შორდება OH ჯგუფი ჩვენს კარბონილს, მაგრამ უერთებთ ამ ალკოქსიდს და შედეგად კი ვიღებთ ესტერს. ყველაფერი უცვლელი რჩება გარდა ამ ჯგუფისა, ამიტომ გადავხატავ ამ ბენზოლის ბირთვს, გადავხატავ ამ OH ჯგუფს, დავხატავ ამ კარბონილს და OH-ის მაგივრად დავხატავ OCH3-ს. ამ შემდეგ მაგალითს თუ დავაკვირდებით, ხედავთ რომ კარბოქსილის ჯგუფიც და სპირტის ჯგუფიც გვაქვს ერთ მოლეკულაში და რადგან ვიცით რომ ერთმაგიბმის გარშემო ბრუნვა შესაძლებელია, შეგვიძლია მოვახერხოთ აქ ინტრამოლეკულური ფიშერის ესტერიფიკაცია. მოდი გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება ეს, თუ დავხატავთ ისეთ კონფიგურაციას, სადაც უფრო წააგავს ციკლურ ნაერთს. აქ გვექნება კარბონილის ჯგუფი, რომელიც ასევე OH-თან არის დაკავშირებული, ანუ კარბოქსილის ჯგუფი ჯამში. დავუთვალოთ ნახშირბადები, ეს იქნება პირველი ნახშირბადი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, ანუ ეს არის პირველი ნახშირბადი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. მეხუთე ნახშირბადთან ასევე არის OH-ი დაკავშირებული და ხედავთ რომ ახლოს არის ჩვენი კარბოქსილი და სპირტი, შესაბამისად მარტივად განხორციელდება ჩვენი ინტრამოლეკულური ფიშერის ესტერიფიკაცია. რადგან ფიშერის ესტერიფიკაცია მოგშორდება აქ წყალბადი და აქ OH ჯგუფი და უბრალოდ უნდა შევაერთოთ ჩვენი O ამ ნახშირბადთან, რის შედეგადაც გამოგვივა ასეთი მოლეკულა, რომელსაც ეწოდება ლაქტონი. ლაქტონი არის ისეთი ციკლური ესტერი, რომელიც მივიღეთ მაგალითად ინტრამოლეკულური ფიშერის ესტერიფიკაციით.